ქალაქ ხობის ნომერ 1 საჯარო სკოლის STEM კლუბის წევრები. წარმოგიდგენთ კონკურსის მომავლის საქართველოს ფარგლებში შექმნილი ჩვენი ოცნების სათამაშო მოედნის მაგეტს. ჩვენი მიზანი იყო მდგრადი განვითარების მიზნებზე დაფუძნებული მრავალფუნქციური სათამაშო მოედნის მაკეტის შექმნა. რატომ? ვფიქრობ, რომ არსებობს ისეთი სათამაშო მოედანი, სადაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა არა მხოლოდ გაერთონ, ამავდროულად ჩაერთონ შემეცნებით პროცესებში. ჩვენს პარკში თითოეული ელემენტი ითვალისწინებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ასევე გართობას, განათლებას და გარემოს დაცვას. სათამაშო მოედნის მაკეტი დაყოფილია ფუნქციონალებად: მეცნიერების ზონა, მიერ ლაბორატორია, კვლევისა და აღმოჩენის ზონა, სადაც ბავშვები ჩაატარებენ მარტივ ექსპერიმენტებს. ბიომრავალფეროვნების შემსწავლელ კუთხეში ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა შეისწავლონ წყლის და ნიადაგის ორგანიზმები. ამავდროულად შეეძლება დარგონ ნარგავები სანერგე ტერიტორიაზე და დააკვირდნენ მათ განვითარებას. შემდგომში ეს დეკორატიული ყვავილები და მცენარეები დარგონ პარკის გასამწვანებლად, მაგალითად ადგილობრივი კოლხური გზა, რომელიც გადაშენების პირასაა. ტექნოლოგიის ზონა. ბავშვები დაეუფლებიან ტექნოლოგიას, რობოტექნიკას და პროგრამირებას. ხელოვნების ზონა. ნარჩენებისგან და ბუნებრივი მასალებისგან შექმნიან ხელოვნების ნიმუშებს. ხალხი დაინტერესებული მოწვეულები დახატავენ ბუნებრივი საყვარლის გამოყენებით. ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ სპექტაკლს, უყურონ ფილმებს და თუ კი სურვილი ექნებათ, წარუდგნენ აუდიტორიას თავიანთი ნამუშევრები. პარკში გამოყოფილია ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, ველობილიკი, დასვენების და გასართობი კუთხე. აქ არის გათვალისწინებული ატრაქციონები, საქანელა და ასევე სასრიალო. მაკეტი დამზადებულია გადამუშავებადი მასალებით, გამოყენებულია პლასმასის ბოთლები, ასევე მარკერები და მუყავა. ასევე შერწყმულია ნატურალური ხის ჯოხები, ნიჟარები და ქვები. მოედნის ტერიტორიაზე არის ყველანაირი კომუნალური ელემენტი. მაგალითად, მოედნის ტერიტორიაზე ენერგიას იმუშავებს ქარის ტურბინა, მზის პანელები. ასევე არის LED ნათურები, არის სველი წერტილი, არის სასმელი წყალი. მოედნის ტერიტორიაზე არსებული მინი ლაბორატორიის სახურავზე მოწყობილი სტრუქტურა უზრუნველყოფს წვიმის წყლის შეგროვებას, რომელიც შემდგომში გამოიყენება ნარგავების მოსარწყავად. მოედნის ტერიტორიაზე ხორციელდება ნარჩენების გადახარისხება. სწორედ ამისათვის არის შექმნილი საკომპოსტო და ნაგვის დიდი კონტეინერები. მოედანი ეკუთვნება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. ხარისხიანი განათლება, სუფთა წყალი და სანიტარია, ხავმისაწვდომი და მდგრადი ენერგია, მდგრადი მოხმარება და წარმოება, დედამიწის ეკოსისტემები. თვლით, რომ ჩვენ მიერ გასართობ შემეცნებითი აქტივობებისთვის შექმნილი სივრცე არის სიახლე, რადგან აქ ბავშვებს შეუძლიათ გართობით და თამაშით მიიღონ ცოდნა, როგორიცაა მეცნიერება, ხელოვნება, ტექნოლოგია და ასე შემდეგ. მოედანი გახდება ადგილი, სადაც ბავშვები ისწავლიან, ითამაშებენ და ჩაატარებენ კვლევებს. ის იყო მეგობრულია და ინკლუზიურია. პროექტის ფარგლებში მუშაობდნენ სავა სიჭინავა, გაბრიელ ხანდედია, გიორგი ჯობამა, გიორგი ნაჭყებია, ალექსი კაჭარავა, ნინი ვიბლიანი, ლილე ხარბედია, ანა მარია გერგარია. გემშვიდობებით. მადლობა ყურადღებისთვის. We are members of Hobby Public School STEM Club. It's our project. Science Zone, Mini Laboratory, Research and Discovery Zone. Technology Zone, Children with Learn, Robotics, Create and Program Sample Mechanisms. Engineering Zone. They build various constructions using Lego bricks. Mathematics Zone. Fun mathematical trials,
throughout the park area. Art. They will create works of art. Thank you for your attention.